24 ივლისს 19 საათზე ხელოვნების სასახლეში, იგივე კულტურის ისტორიის მუზეუმში გაიხსნება შორენა ცხოვრებაშვილის პირველი პერსონალური გამოფენა. ჩვენ ამით განსაკუთრებით ვამაყობთ პირველი პერსონალური გამოფენა, მისი სახელწოდება გახლავთ გაგრძელება, მიძღვნილი დისადმი, ფიქრიასადმი, რომელიც ყოველთვის ეუბნებოდა რამე დახატეო. ეს გამოფენა არის საუბარი დროთა შორის, თაობებს შორის და უპირველესად სიყვარულსა და დანაკარგ შორის. გამოფენის შესახებ უფრო ვცლად გამოფენის ავტორთან, ჩვენს კოლეგასთან, პროდიუსერ შორენა ცხოვრებაშვილთან ერთად ვისაუბრებთ. დიდი მადლობა, რომ ჩვენთან ხართ და არაორდინალური კითხვით დავიწყებ, რომ აი როგორ იცვლებოდა შენი დამოკიდებულება ხატვისადმი, იმიტომ რომ ეს ძვირფასი ადამიანებისადმი მიძღვნილი ხელოვნება შენთვის, ასე რომ დავარქვათ. პირველ რიგში მადლობთ, რომ დამპატიჟეთ სტუმრად. პირიქით, მადლობა რომ მობრძანდი. სიმართლე გითხრათ, აი რა მომენტში შეიცვალა, უბრალოდ არ ვიცი. ბიძა ხატავდა. დიახ. თემურ ცხოვრებაშვილი, ბულდოგა ესე ეძახდნენ. იყო ძალიან კარგი მხატვარი. ეს მისი მეგობრები, თამაზ კაკაბაძე, მიშა იაშვილი, 80-იანელები ვინმე რო არ გამორჩეს, ყველას ვერ მოყვები. ჩვენი ოჯახის წევრები იყვნენ და ეს ისეთი ჩვეულებრივი ამბავი იყო, რომ სიმართლე გითხრათ, დიდად არ მაინტერესებდა. მაგრამ ბიძა ახალგაზრდა გარდაიცვალა და სულ ეს განხილვა ნამუშევრებისთან დაბადების დღეებზე დედა ჩემის მეგობრები ნაჭრებს ჩუქნიდნენ და მამა ჩემის მეგობრები მაშინ ნახატებს და ცოტა არ მინდოდა რაღაცა უფრო ისეთი მინდოდა, რომ ცოტა ყელში რო გქონდა დამოსული, გქონდა. გარდაიცვალა ახალგაზრდა ბიძა. და მამა ჩემი ნოტარიუსი იყო, იურისტი იყო პროფესიით, მიატოვა მოკლედ ეს თავის საქმიანობა, ბიძა ჩემის მოლბერტი წამოიღო სახლში და დაიწყო ხატვა. აბსოლუტურად ყველაფერი მიატოვა. და მართლა კიდე უფრო ძალიან ჩვეულებრივი გახდა ეს პროცესი და ეს ბიძა ჩემის მეგობრები გახდნენ მამა ჩემის უფრო ახლო მეგობრები. და იმდენად მობეზრებული მქონდა, რომ დამირეკავდა და მეტყოდა, რომ მოდი ნახე ახალი ნამუშევარი დავხატე, აი მართლა ცალკებად, რომ ხო რა ვიცი, კარგია. და შარშან მამა გარდაიცვალა. დედა ჩემ მეუღლეც მხატვარია, ბენო ჯიჯიაშვილი, მარიონეტების აკეთებს და ანუ სულ მხატვრების გარემოცვაში ვარ და ბენოსთან გამომატანა. ეგ რა არის, მე ვიცი, მე მკითხეთ ეგ რა არის მხატვრების გარემოცვა. მე რებოდიში. გამომატანა დედა მოლბერტი ბენოსთან, რომ და ჩემი შვილი ძალიან კარგად ხატავს, რომ რა ვიცი და მამა ჩემი სტილოები, საღებავები, რომ რამეში გამოადგებათო და აი როდის დავიწყე, ხო მივადე კი პასუხს, ცოტა გრძელი პასუხი გამომივიდა. როდის დავიწყე ხატვა, სიმართლე გითხრათ, არ ვიცი. ანუ აი არ მახსოვს ის მომენტი, როდესაც გადავწყვიტე, რომ ეხა ამ ტილოსზე მანამდე არასოდეს არ მომხდარა ეს. აბსოლუტურად, იმიტომ რომ შეიძლება შენ არ გახსოვს ზუსტად ის წუთები, როდის დაიწყე ხატვა. ხო, აი ის პირველი ტილო, მაგრამ რაღაცა ცოტა ხნის წინ მოხდა ეს ყველაფერი. ხო, ერთი წელი. ალბათ უფრო ფსიქოლოგების ასახსნელია, რამდენად დაილექა მის ბუნებაში, ასე ვთქვათ, შეგრძნებებში ამდენი მხატვარი ირგვლივ ბავშვობიდან ალბათ, მაგრამ მე ცოტა სხვა კითხვა მაქვს. აი, როდესაც გაჟღერდა პირველად პირველი პერსონალური გამოფენა, ეს რასთან არის დაკავშირებული, რაღაც შიში არა რა? საოცარი შიში მაქვს და თან ძალიან ნერვიულობ, იმიტომ რომ ესე თქვი რომ ეს ფიქრიას ერთადერთი ვინც ოჯახში მეუბნებოდა რომ ხატეო იყო ჩემი ბიძაშვილი, ბულდოგაშვილი, ჩემი დადა, ნახევარი ფიქრია, რომელიც 2 წლის წინ ტრაგიკულად დაიღუპა ავსტრალიაში. და სულ მეუბნებოდ მიჭირს ამაზე ლაპარაკი, რომ დახატე შორენა, თვითონაც მხატვარი, ფიქრიას კიდევ უფრო ჩვეულებრივი იყო მისი ბაბუა შურა ბანძელაძე, ანუ აი სულ ამ გარემოცვაში ძალიან და რომ ვიზრდებოდით. მაინც მის სიტყვები იყო თქვა შეიძლება, იმიტომ რომ ხატავ მარტო ფიქრიაზე ვფიქრობ, იცით და აი ზუსტად ვიცი, რომ სადღაციდან მიყურებს და უხარია. რამდენი ნამუშევარი იქნება პერსონალურ განერვიულებ კლიმატებს ემოდან კი. ნუ მარტო. ოიცე, სანამ დაუმატებ. რამდენი ნამუშევარი იქნება? ჯერ ესეთი სანერვიულო რა, იქნება საქართველოს წამყვან მუზეუმში. იცი სად ეფინება?
ზემოთ ფიროსმანი კიდია და გვერდით ოთახში რემბრანდტის მოსწავლეების ნახატები. ხო და მე ვანერვიულებ და შენ არა ხო? არა, მისი ნახატების ამავე რემბრანდტი კიდია გვერდზე კედელზე და აქეთ შენ გექნება გამოფენა თურმე. მოიცა, აქ ესე ადვილად კი არიფინებიან. არა, მოდი ერთი რამე ვთქვა. სერიოზულად. ძალიან დიდ მხატვრებს რამდენს არ ქონია პერსონალური გამოფენა, ხო მართალია და ამიტომ სანერვიულო არა. პერსონალური გამოფენა აქვს. კი. ვიულო ცოტა უსურვო წარმატება. არ ვიჩქაროთ. ხელოვნებაცოდნებმა განიხილეს. მისი თვალის ფერები კი არ მოწონებიათ და მისი ჩაცმული ნახატები რომ მოეწონათ. ამიტომ მიიღეს ეს გადაწყვეტილება. არა, მე მეცაც გისმენთ. კი, მე მეცაც გეტყვი, აქ რამდენი ნამუშევარი გამოჩნდა ახლა, შოკში ვარ. ეხლა მე შორენას პირველი და ორი წელი მე ვეტყვი გამოფენის მერე რომელი უნდა მაჩვენო. მე მაგათად მის ნამუშევრებში რაღაცას ვხედავ, არ ვიცი ხა რასაც გადავხედ, რაღაცა ბავშვობა. მოიცადეთ, ყველანი რატო ლაპარაკობთ? ალაპარაკეთ ერთი და მე მინდა რომ კითხვას ნუ ერთი კრუხციცილა შორენასთანაც ყოფილა მოყევი. პირველი ნამუშევრები რა დახატე და გამოფენაზე მართლა რამდენი ნამუშევარი და რა ქვია სტილს, ჟანრს, რას ხატავ? არ ვიცი. ხატავ იმას, რაც მსიამოვნებს. ბავშვობას ხატავ, კი. და სხვათა შორის რამდენიმე დღის წინ გადმოვიღე მამაჩემის და ბიძაჩემის კატალოგები და იმდენი რამე დავიჭირე, რომ არ მახსოვდა, მაგრამ როგორც ჩანს რაღაც დალექილი, რომელიც დიახ, საერთო, რაც გამომიყენებია მეც ნამუშევრებში. რაღაცებს იმეორებ თუ არა მამის ბიძის? არა. არც უყურებ? არ ვუყურებ, იმიტომ რომ არ გვაქვს. ბიძაჩემის ერთი ნამუშევარი მაქვს მე და ჩემ ძმას ერთი. გაჩუქებულია ყველაფერი და აი ესე Facebook-ზე შემხვდება ხოლმე რომ რაღაცა უცებ იყიდება თემურთხოვნა. მე სხვა რაღაცა მაინტერესებს, იცი? ერთია გასაგებია ეს ყველაფერი, მაგრამ მეორე შენ ცხოვრობ ტელევიზიის ცხოვრებითაც, ესეც უნდა ვთქვათ. და ეს არის საკმაოდ მძიმე, ეს მეორე შენი სახლია, ვიცი მე როგორია შენი გრაფიკი. ამისათვის რომ მოიცალო, სადღაც ჩვენ აქ ზოგმა ფიროსმანი დავიჭირეთ, ზოგმა დაზგური ფერწერის ტრადიციები ვნახეთ, სადღაც ფრესკების მრუმე ფერებიც მოჩანს. სად იცლი ამისთვის, როდის იცლი და როგორია ერთი სატელევიზიო ცხოვრება და მეორე შემოქმედის ცხოვრება შეუთავსო ერთმანეთს? პირდაპირ სახლში გავდივარ, აი ამ ბობოქარი ტელევიზიის ცხოვრებიდან. ერთი სული მაქვს რომ მივიდე სახლში. და დავხატო. ამიტომ ყველაფერი სხვა დანარჩენი გადავდე და აი მართლა როგორც აი რაღაც თითქოს პიროვნების ანუ ამოვტრიალდი და მარტო ამაზე ვფიქრობ. ოღონდ თან რომ ვიწყებ ხატოს, არ ვიცი რა ვხატავ, ვიწყებ ფერების დატანას და შემდეგ ვხვდები რომ რა მინდა, ან რას ვხედავ და რას გავყვე. რომ ესე წავიდე გადახატვა არაფრით არ შემიძლია. მე ეხლა თიხითაც დავინტერესდი და რაღაც კოლეჯში ვსწავლობ, ესე პროფესიონალურ დონეზე და სულ ეუბნები ამ ჩემს მასწავლებელს, რომ აი როცა გვაძლევს რაღაცა ნიმუშს, რომ ეს ერთ-ერთი გააკეთეთ, არ შემიძლია. ერთი მომეცით საშუალება, რომ ჩემებურად გავაკეთო. კი, მივამსგავსებ, მაგრამ აი ეს ასლების გაკეთება, კოპირება არ შემი. ანუ ხო, ეს ნიჭი ნამდვილად არ მაქვს. იცვლება ხატვის დროს რაღაცა იცვლება, ხო? შენ თუ იცვლები ხა, ფსიქოლოგების ის არის გოდეცის სწორი თქვა, იმიტომ რომ ფსიქოლოგები ალბათ ამას სხვანაირად ახსნით, მაგრამ აი შენი დაკვირვებით, აი რა მოხდა შენში? ნუ რა თქმა უნდა, იმისგან სტრესის მერე დაიწყე შენ ხატვა, მაგრამ რა მოხდა შენში? აი რანაირად განვითარდა, რანაირად დაალაგდა შენში აი ეს ემოცია, რაც თქვა, აი ტრაგიკული. მე მგონია რომ მაინც დამეხმარდნენ ჩემი ოჯახის წევრები, იმიტომ რომ ეს 2 წელი გავიდა ფიქრიას გარდაცვალებიდან ამასთან 1 წელი და არ ვთვლი რომ დრო რაღაცის მკურნალია, უბრალოდ ვეჩვევით ამ რეალობას და ოჯახის წევრები დამეხმარდნენ ძალიან. და ჩამეუღლემ რომ დაინახა რომ უცებ ავიღე ფუნჯი და დავიწყე ხატვა. ხო, საინტერესოა რა გიქცა. ყოჩახ და სულ მომხნევებს. აი სულ მეუნება და მე შეიძლება რაღაცა შენიშვნა მომცეს ისე რომ მე არ მეწყინოს კი არ ჩავიქნიო ხელი, იმიტომ რომ ძალიან ფრთხილი ვარ. აი ეს მომენტი უნდა ვიკითხო, ხო? რამდენ ადამიანს ალბათ დაუწყია მხატვრობა, ფერწერა, ვის კანდაკება, არა სხვა რამე ცხოვრება მუზეუმში
არასოდეს აზრად არ მიცვია რომ დამღებ რომ ამას კიდე რაღაცა კი, ხო, დაინახე ამას კაზეც რამდენ ადამიანს, აი ჩვენ ხარ რაღაცა მსოფლიო მსახიობმა მუსიკალური ნაწარმოები დაუწერია და მხოლოდ ახლა მეც დამიწყია, ხატვაც დამიწყია, კერვაც დამიწყია, რამდენს ალბათ იმიტომ რაღაც შინაგანი შიშით არ გაუმხელია რომ აი ტექსტ ლექსი მაგალითად რამდენ შეიძლება დაწერილი კონდეს და არასდროს უთქვამს რომ წერდა ლექსებს სანამ ვიღაცამ არ უთხრა რომ იცი კარგია ეს და რატომ ალო ხო აი რა მომენტში დადგა რომ აი მოდი თქვა რომ მე ვხატავ როდესაც ჩემმა მეგობრებმაც მითხრეს რომ მე მგონი დროა რომ სხვათა შორის ეს პერსონალური გამოფენა ჩემი მეგობრებს არა კი იმიტომ რომ ხო ძალიან ნერვიულობ ამაზე და მართლა ძალიან ბევრი ესე ჩამჩიჩინებდა რომ აუ შორენა როდის და მე ვიფიქრე რომ მოდი რატომაც არა და ნახოთ ანუ ჩემს ოჯახის წევრებს უყვა მიხვეწე კრიტიკულები არიან მაგრამ ნუ მაინც სუბიექტურები არიან და მეგობრები რაღაცა და გეტყვი როგორ ხდება ეს აი რომ გავიგეთ რომ პერსონალური გამოფენის ბევრი განაცხადი შემოდის, ხო? და ზოგჯერ ახლობელს არ გინდა გული დაწყვეტო და არ გამოფენ ხელოვნების სასახლეში პირდაპირ. აი რამდენიმე მუზეუმი. ან პატარა დარბაზში გამოფენ. რამდენიმე მუზეუმი, აი მოდი იქ გამოფინოთ, მოდი აქ გამოფინოთ რაღაცა თემატიკა და ასე შემდეგ. მაგრამ მისი ნამუშევრები მე არ ჩავრეულვარ. ნამდვილად ხელოვნებაცოდნებმა შესანიშნავად შეაფასეს და ამას გილოცავ. პირველად გეუბნები აქამდე არ მithქვი. თავარი კითხვა უნდა დაგისვათ. გამოფენის სახელწოდება ძალიან ბევრ რამეს ნიშნავს. გაგრძელება ეს რა არის ცხოვრების გაგრძელება შენი პერსონის სხვანაირად გაგრძელება ოჯახის ისტორიის გაგრძელება თუ ხატვის გაგრძელება რა გინდოდა ამ სიტყვა გაგრძელებით გეთქვა პირველ რიგში ჩემი ოჯახის რომლებიც რაღაცა ესე თითქოს ეს მოლბერტი რაღაცა ჯადოსნურია ხო მე მინდოდა ფიქრიას გაგრძელება. მე ამას ვერ შევძლებ, რა თქმა უნდა, მაგრამ მე მინდოდა, რომ მისი სურვილის გაგრძელება ყოფილიყო. ჩემი სხვა ცხოვრების გაგრძელება და მაგრამ პირველ რიგში მაინც გაგრძელებაც ალბათ ხო, რომ ის გრძელდა და ბუნ ხო, როცა ხატავო მას, გრძნობო მასზე ვფიქრობ და ეს არის სწორედ ალბათ დალექილი, აი როცა ცნობიერად თუ არაცნობიერად თუ გააზრებულად თუ არ გააზრებულად, მაინც ისეთია. თემა ცოტა უნდა შევცვალოთ. თემიკო შენ რა სიტყვი? მოდი თემატიკაზე გასაფრებული usmeni მამ ის რომ ძალიან ბევრი რაღაცები გამახსენდა და მეც რაღაცნაირად ავღელდი, იმიტომ რომ ეს უკაცრავად ერთი რაღაც მინდა თქვა, რომ ეს მხატვრობა მოვიდა თავისით, ანუ ფუნჯი მოვიდა თავისით, ტილო მოვიდა თავისით და ეს არის რაღაც ჩემი აზრით, რაღაცის აი გაგრძელება ზუსტი მე მგონი სათაურია, იმიტომ რომ რაღაცა გრძელდება მარტო შენში კი არა, აი ვიღაცებთან ერთად ტილოზე გადატანით და ეს ყველაფერი იგრძნობა აი ამ პატარა რაღაც კოლაჟით, რომელიც არ არის ხო რეალურად ვერ ხედა უბრალოდ აღიქვა და ჩემში იწვევს ძალიან იმას ფილია რა არის რომელი აქ ყველაზე ახლო ფერი შენი შემოქმედების აი რა ფერი შეიძლება დაარქვა აუ ბევრი ფერია. აი ოკეანის ფერებში ბევრია და წითელი მიყვარს ნიუანსურად აუცილებლად ინტენსიური წითელი ჩანს. რამდენი ნამუშევარია წარმოდგენილი? 48. საყვარელი ნამუშევარი გაქვს აი რომელი რომელსაც აი რომელია? ქოთანი. ქოთანი წითელი ქოთანი. მე მივხვდი რომ წითელი ფერი იყო მაგის საყვარელი. კარგი, მოდი ვუთხრათ მაყურებელს კიდევ ერთხელ, როდის არის გამოფენა? 24 ივლისს პარასკევს 19 საათზე. დიდი მადლობა მოწვევისთვის და ძალიან გამიხარდება თუ გიხილოთ ჩემს გამოფენის გამოფენას. მანამდე ინერვიულით მაქსიმალურად რომ ყველაფერი კარგად იქნება, ვიცით, მაგრამ ერთი რამე არის, ხო არის რაღაც აი მოულოდნელობები, აი უცებ მაგალითად არ ვიცი მე ისტორია როდის დაეწყო მხატვრობა, მაგრამ ბოლო პერიოდში ძალიან ხშირად სოციალურ ქსელებში, სხვადასხვა პლატფორმაზე ხდება ჟანრი ლოლაშვილის ნამუშევრები, ხო? ჩვენ ვიცოდით როგორც ვიცნობთ მას როგორც მსახიობს. ხო, მაგრამ აი გაიელვა უცებ და ძალიან კაი მხატვარია.
ძალიან კაი მაგარი. მხატვარია. აი ხა შორენას წლებია ვიცნობთ, პროდიუსერია, ჟურნალისტია, რეპორტიორია, ასე შემდეგ, მაგრამ კიდევ სხვა მხარეა და თან ასე კარგად გაიელვოს, ძალიან კარგია და აქ ჩემი შეფასება კი არ არის მნიშვნელოვანი იმ ხელოვნებამცოდნეების, რომლებმაც დაათესნება რომ პერსონალური გამოფენა ქონდეს. მოკლედ წარმატებელი. 24 ივლისს 19 საათზე საქართველოს ხელოვნების სასახლე კულტურის ისტორიის მუზეუმში ორ დიდ კარგარეთელის ქუჩაზე ორ ვიცით. დიდ საგამოფენო დარბაზზე დავით არსენიშვილისა და ბალანჩინის სახელობის დარბაზებში გაიხსნება ჩვენი შორენას გამოფენა სახელწოდებით გაგრძელება და აუცილებლად მოდით, იმიტომ რომ გელით საოცარ სამყაროში მოგზაურობა ნიუანსური წითელიდან დააზგური ფერწერისა და ქართული ფრესკების ისტორიასაც დაინახავთ და აუცილებლად ნახავთ, რომ ქართული ხელოვნება უკვდავია, ის გრძელდება. მე ამ სიტყვა გაგრძელებას უფრო სხვანაირად ვხედავ, ასე რომ ყველამ თქვენი გაგრძელება მოძებნეთ შორენას გამოფენაში.